მოგესალმებით თითოეულ თქვენთაგან. უღმესი მადლობა იმისთვის, რომ გამოწერეთ ჩემი არხი, იმისთვის, რომ ალაიქებთ და კომენტარებთ, ვინც არ მიცნობთ, გაგეცნობით მე ვარ კატო. მინდა დღეს გაგიკეთოთ გაშლა პარტნიორულ ურთიერთობაზე ყველაზე ხშირი მოთხოვნა, რაზეც არის და ვნახოთ, რა თქმა უნდა, მისი ფიქრები თქვენს მიმართ, მისი მოქმედება თქვენს მიმართ და გრძნობები, ხო? ნახოთ, რისი თქმა უნდა და არ ამბობს, ან ვერ ამბობს, ხო? ყველაფერი ვეცადოთ, რომ გავერკვიოთ. მოდით ნახოთ პირველ რიგში, ვინ მოვიდა ჩვენთან სასაუბროთ, ვინ არის ეს ადამიანი. სხვადასხვა ეს ადამიანი ძალიან აქტიურია, ესე შემიძლია ვთქვა, პირველ რიგში, ყოველთვის ცდილობს, რომ რაღაც სიტუაციებიდან მაინც მოახერხოს და დაიძვრინოს თავი, მაინც მოახერხოს და შეხედოს სხვა რაკურსით, ხო, სხვანაირად და შეძლოს ალტერნატიული მდგომარეობის პოვნა. საკმაოდ საინტერესო ადამიანი ჩანს. ადამიანი, რომელიც სხვადასხვა ძალიან მართლა საოცრად აქტიური ადამიანი არის და ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ მოუთმენლობა სჭირს, რაღაცას ვერ წყვიტავს, რაღაცნაირად ცდილობს, რომ მქონდეს ცოტა გადაწყვეტილებების მიღების მდგომარეობა, ხო, რაღაცა სიახლე წამოიწყოს და ეს სიახლე თქვათ, წამოიწყო, შეცვალოს უცებ პოზიცია, რატომღაც, რაღაც ცოტა ესეთი არის, ხა, ვიტყოდი, რომ ცოტა დაბნეულიც არის, თქო? რა თქმა უნდა. ადამიანი აშკარად ცოტა ესე, რომ ვთქვათ, იმყოფება რაღაცა განახლების მდგომარეობაში. შეიძლება ითქვას საკუთარი თავის განახლების მდგომარეობაში, სიტუაციურად განახლების მდგომარეობაში. ეს ადამიანი, ვინც მოვიდა ჩვენთან სასაუბრად, ხო გითხარით თავიდანვე, რომ ისეთი ადამიანია, რომელიც ყველა თუნდაც ცუდ სიტუაციაში ცდილობს, რომ იპოვოს რაღაცა დადებითი, ხო? ზუსტად მაგ მდგომარეობაში არის, ყველაფერს ანადგურებს, თუ კი რამე შეუშალა ხელი და იწყებს რაღაცა განახლებას თავის ცხოვრებაში, ხო? რაღაც თუნდაც საკუთარი თავის მდგომარეობას, რაღაცნაირად ცდილობს, რომ ყველაფერი ჩაჭრას, მოჭრას, უკან მოიტოვოს ყველაფერი უკლებლივ იმისთვის, რომ რაღაცნაირად წინ წავიდეს. კარგით, ჩვენიერი. ნახოთ ეს ადამიანი რას ფიქრობს, თუ კი რამე პრობლემა ქონდა ამ ადამიანის ცხოვრებისეულად, ხო? აბსოლუტურად ცდილობს, რომ ყველაფერის გადაჭრა მოახერხოს, ყველაფრის, რაც კი შეიძლება და ყოფილიყო პრობლემა. კარგით, ნახოთ, აბა რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენთან მიმართებაში. აშკარად აქ როგორი მომენტია, ცით, მე არ ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ რაღაც განახლების მდგომარეობაში არის ეს ადამიანი. ცდილობს, რომ რაღაც ნაბიჯები გააკეთოს, გადმოდგას, რაღაცნაირად იმოქმედოს, იმისთვის, რომ განახლება მისცეს სიტუაციას, ხო? განახლება მისცეს რაღაცა მდგომარეობას. თითქოს რაღაც მომენტში შანსი მისცეს თავის თავს, შეიძლება ითქვას, ხო? ნახოთ, მე აქ რაღაც რა ის არის სიტუაცია თქვენ შორის, მაგრამ რას ფიქრობს, ხო? ფიქრობს, რომ მას უნდა რომ გაგრძელდეს ურთიერთობა, მას უნდა რომ რაღაცნაირად შედგეს თქვენი შეხვედრები კვლავ, წინ წავიდეს ურთიერთობა, მზად არის რომ ყველაფერზე პასუხი აგოს, ყველაფერთან მიმართებაში, რაც კიდე წინ მოხდება, ყველაფერი გათელოს იმისთვის, რომ კონდეს რაღაცა ის ურთიერთობა, რომელიც ამ ადამიანს უნდა, მას უნდა თქვენთან ურთიერთობა, ნამდვილად ამ სიტუაციით და ამ მდგომარეობით, ესე ვიტყოდი. მაქსიმალურად ცდილობს, რომ შანსები მისცეს თქვენს ურთიერთობას. მოდით ნახოთ, აბა რა ხდება თქვენ შორის ურთიერთობაში.
ნახეთ, თქვენ შორის ურთიერთობაში რა ხდება? ესე გეტყვით, რომ ეს არის ურთიერთობა, სადაც ადამიანებს არ მინდა რომ შეცდომაში შეხვიდეთ და წარსულის ადამიანებზე იფიქროთ, არა. ადამიანებს აქვთ კომუნიკაცია უბრალოდ გაურკვეველი მდგომარეობა, ხო? აი, როდესაც ორი ადამიანი ჩვეულებრივად ყოველდღიურად ხვდება თუ წერენ ერთმანეთს თუ რაღაცა საჩუქრებს უკეთებენ, ხო? როდესაც აქ თქვენ სიტუაცია არის, როდესაც ორი ადამიანი უბრალოდ ერთმანეთთან ძალიან კარგად გრძნობს თავს, საკმაოდ ისეთი ემოციური ფონი აქვთ, ცდილობენ რომ გაერკვიან კონკრეტულად. შეიძლება ისეთ რა მომენტი იყოს კიდე აქ, რომ აი ურთიერთობა გააქვთ, მაგრამ ვერ იგებთ რა ხდება, ხო? ანუ რაღაც მეგობრობაზე მეტია, რაღაც ახლობლობაზე მეტია, ხო? ნაცნობობაზე მეტია, მაგრამ არ იცით, ხო, რაღაც აი ეს ორი ადამიანი არ არის შეიძლება ჯერ ესე რაღაცა დიდ აქტიურ ურთიერთობაში, მაგრამ არის აქ მაინც ურთიერთობა. აქ არის მაინც ის რაღაცა სიტუაცია, სადაც უბრალოდ ეხლა იწყება, აი თითქოს დასაწყისი ხდება ურთიერთობის, ხო? აი რაღაც ეს მომენტი არის. ასე რომ რახან დასაწყისია, შესაბამისად ფიქრით ძალიან ადეკვატური ყოფილა ნამდვილად, რომ უნდა რომ ის შანსი საკუთარ თავსაც იშრომოს, რაღაც ჩადოს რესურსები და თუ კი რამე იქნება ეს წინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, გაუწიოს წინააღმდეგობაც, ხო? რაღაც უნდა არ უნდა სჭირდება ხანდახან ურთიერთობას ექსე გამოდის ხოლმე. კარგით, მოდით აბა ვნახოთ გრძნობებთან მიმართებაში. ხო გონებით, ანუ ამ ადამიანს აქვს თქვენთან ძალიან დიდი ტოლვა, ძალიან დიდი ემოციები. ანუ ნახეთ, კიდევ ერთხელ გიმეორთ, აი გრძნობებთან მიმართებაშიც გეტყვით, რომ ცოტა ესეთი ვნება ძალიან ჭარბობს, ხო? ანუ აქ არ არის მაინდა-მაინც ის მომენტი, რომ რაღაცა გააქვთ, თუნდაც არ გქონდეთ, აი ამ ადამიანს აქვს თქვენს მიმართ რაღაც ესეთი ცეცხლოვანი სურვილი, რაღაც თქვენთან ერთად წინსვლის სურვილი. კიდევ ერთხელ ვიძახ, რა ფლირტია, ჯერ აქ ურთიერთობა არის, ფლირტის დონე, აქ არის ურთიერთობა, როდესაც რაღაცა ორი ადამიანი გაიცნეს ერთმანეთი ორმა ადამიანმა და ცდილობენ რაღაც ერთმანეთს შეისწავლონ, ერთმანეთს რაღაც ემოცია მისცენ, დადებითი მუხტი მისცენ, ხო, რაღაცა საწყისი ურთიერთობის, ესე რა ვთქვათ. აქ ეს ადამიანები გრძნობებთან მიმართებაში, ნამდვილად გეუბნებით, რომ გრძნობები როგორც ასეთი ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ აქ სიყვარულია და ვერ გეტყვით აქ რომ რაღაცა ვენების გადაჭრა რომელიმე მხრიდან, აქ უფრო არის ის მომენტი, რომ ადამიანი ხვდება, რომ თქვენ მისთვის ხართ ფასეული ადამიანი, თქვენ მისთვის ხართ ის ადამიანი, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ მწვერვალებსაც დააპყრობინებთ, შეიძლება ითქვას ის მომენტიც, რომ აი იმხელა მუხტი მიეცეთ ამ ადამიანს და იმხელა ემოციები მიეცეთ ამ ადამიანს, რომ აი მზად არის ყველაფერი დაასრულოს მის ცხოვრებაში, თუ კი რამე ხელს უშლიდა, თუ კი რამე პრობლემა ქონდა, ხო, აი ხვდება, რომ თქვენთან ეს ადამიანი იგრძნობს თავს რაღაცა წარმატებულად, წინსვლა აქვს, ხო, რაღაც აი რო იტყვიან სამყარო საჩუქარი, რომელმაც აბსოლუტურად რადიკალურად აი რაღაცა დააწყებინა თუნდაც ისეთ რა მომენტი, აი ოცნების მდგომარეობა, ხო, ადამიანი როდესაც უკვე აღარ ფიქრობს არანაირ ურთიერთობაზე, არანაირ აი უბრალოდ აპირებს, რომ რაღაცა გაყვეს რა თავისთვის ცხოვრებას, თქვათ, იმუშაოს, როგორც არის, რაღაც წავიდეს სამსახურში მოვიდეს, ვიღაცასთან რაღაცა ფლირტის მომენტი ქონდეს. აქ უბრალოდ საწყისია ამ ემოციის, აი, მაგრამ თქვენგან ეს მუხტი, რომელიც არის მისთვის რაღაცა საინტერესო, ახალი, რომელიც რაღაცა თითქოს ცვლილებას უკეთებს ამ ადამიანს, ცხოვრების რაღაც გადაწყობას ახდენს. ნუ აი ეს რაღაცა ემოციური მუხტი, ვნების მუხტი, არ ვიცახი კიდევ ერთხელ ვიტყვი რაღაცა ის რაღაც ისეთი სიტუაცია, უბრალოდ აი ადამიანი, როდესაც რო ხედავს ანთებს მის გულში რაღაცა ცეცხლს, რომელიც არის სასიამოვნო. კარგით, ნახოთ აბა, რა გეგმები აქვს ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში, რას ფიქრობს, ხო, რა გეგმები აქვს?
აი გეგმებთან მიმართებაში გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ ამ ადამიანს ჯერ დასასრულებელი აქვს თავისი ემოციური მდგომარეობა, რომელიც თქვათ, ქონდა წინა ურთიერთობაში, ან უბრალოდ მის ცხოვრებაში რაღაცა სამსახურობრივი კუთხით ქონდა პრობლემები, ხო? აი, ნახეთ, ეს ადამიანი ფიქრობს და გეგმავს იმას, რომ ყველაფერი, რაც კი ქმნის პრობლემას ამ ადამიანის ცხოვრებაში, რა მომენტშიც არის ლაბირინთში, ხო, ეს ადამიანი, ეს ყველა ლაბირინთი ჩახსნას, დაამთავროს, იპოვოს იმ ლაბირინთში ერთი გზა, რომელიც მოიყვანს თქვენთან, ხო? რაღაცნაირად ისწავლოს ურთიერთობები მიღებ-გაცემის მდგომარეობით, ხო? რაღაცნაირად ეს ადამიანი გეგმებში აქვს, რომ აი რაღაცა ბალანსი შემოიტანოს თქვენთან მიმართებაში, ხო? და სხვათა შორის ძალიან კარგი გეგმები აქვს, ესე რომ ვთქვათ, ამ ადამიანს, ეს ადამიანი ფიქრობს იმასაც, რომ თქვენთან შექმნას ოჯახი, ხო? რაღაც აი თავიდან დაიწყოს სიცოცხლე, თავიდან დაიწყოს რაღაცა ბედნიერების შეგრძნება. ნუ აშკარად ჯერჯერობით როგორც ჩანს ამ ადამიანის ფიქრები ძალიან ისეთია სასიამოვნო და გეგმებიც, ხო? ნუ აშკარად გეგმავს, რომ თავისი რაღაცა მდგომარეობები გადალახოს, გადაჭრას, გამოერჩიოს, გამოერკვიოს და ისწავლოს ეტაპობრივად, როგორ მოახერხოს თქვენთან ისეთი დამოკიდებულება, სადაც იქნება უბრალოდ ბედნიერი, ხო? მე ვერ გეტყვით ასე, რომ ძალიან სწრაფი მდგომარეობა იქნება, ვერ გეტყვით, რომ ძალიან მარტივი მდგომარეობა. აქ შეიძლება ამ ადამიანს ქონდეს რაღაცა პატარა ფინანსური პრობლემებიც, ქონდეს რაღაცა ცოტა ისეთი სიტუაციები, სადაც ჯერჯერობით აი რაღაცნაირად იცით როგორი მომენტია, აი შეიძლება გითხრათ ესეთი რაღაც და გაგიკვირდეთ, რომ ამ ადამიანისთვის შეიძლება ითქვას ესეთი მდგომარეობა, როგორშიც ახლა არის, ანუ მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობა არის შეიძლება პირველი. აი სურო ალბათ 50 წლის იყოს ეს კაცი და თქვენი პარტნიორი კაცი იქნება თუ ქალბატონი იქნება პარტნიორი, ხო, რომელიც სადაც უყურებთ. თითქოს იცით როგორი მომენტია, რომ რამდენი წლისაც არ უნდა იყოს ეს მდგომარეობა, რა მდგომარეობაც აქვს ეხლა ამ ადამიანს თქვენთან მიმართებაში, რა ფიქრებიც აქვს, რა სურვილებიც აქვს, ეს ყველაფერი არის მის ცხოვრებაში პირველად. აი პირველად ხდება. კარგით, მშვენიერი. ნუ აშკარად ჯერჯერობით კარგად მიდის და იმედია რაღაც ესე კარგადაც დასრულდება ეს ყველაფერი. მოდით ნახოთ, სამყარო როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას, როგორ ხედავს თქვენს ურთიერთობას. იმპერატრიცა იცით რა არის, ნახეთ, როგორ ხედავს სამყარო თქვენს ურთიერთობას. აქ თუ არ მოხდება ისეთი მომენტი, როდესაც რომელიღაცა მხარეს არ შეეშინდება, ესე რომ ვთქვათ, ხო, რაღაც არ ექნება იმისი მდგომარეობა, რომ ერთმანეთთან რაღაცა პატარა, თუნდაც პატარა ნიუანსების დამალვა და დაფარვა მოვინდომოთ, ხო? თუ კი აქ იქნება გახსნილი ურთიერთობა, გეტყვით, რომ საკმაოდ კარგად, მაგრამ იცით როგორი მომენტია, რომ აი თითქოს სამყარო ესე გეტყვით, ნახეთ, სამყარო გეუბნებათ იმას, რომ უბრალოდ თქვენს ურთიერთობას სიჩქარე არ მოუხდება. თქვენს ურთიერთობა საკმაოდ კარგად დაინახავს სამყარო, როდესაც ნახეთ ზუსტად და კარგად ამოიცნობთ ამ ადამიანს. ხო, აი ზუსტად და კარგად გაიგებთ რა უნდა ამ ადამიანს საერთოდ, აი როგორი ურთიერთობა უნდა, ხო, როგორი მიდგომა უნდა, როგორი სულიერი მდგომარეობა აქვს, ხო, აი იმდენად ახალია ეს ურთიერთობა, როგორც ჩანს, ნუ შეიძლება თვეებისაც მოითulis, მაგრამ ბოლომდე არ ხართ ისე გაცნობილები ერთმანეთთან, ხო, რაღაც აი არ იცით ბოლომდე სულიერი მდგომარეობა, მისი რაღაცები არის დაფარული, ხო, რაღაც მდგომარეობები. აი აქ ეს ზუსტად ეს მომენტია. სამყარო ძალიან კარგად დაინახავს ყველაფერს და ყველანაირად კარგად მიუდგება სიტუაციას. უბრალოდ აქ არის ის მომენტი, რომ
სისწრაფე და სიჩქარე ამ ურთიერთობაში იქნება დამღუპველი, ესე რა ვთქვა, ხო, რაღაცა მომენტში, აი დაბნეულობას გამოიწვევს, მერე რაღაცა სიტუაციის. უბრალოდ სამყარო ხედავს დროის მანძილთან მიმართებაში რაღაცა ჰარმონიულობას, ესე რა ვთქვათ, ხო? თავარი აი კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ თავარი აქ რაღაცა თავი არ მოიტყუოთ ერთი მდგომარეობაში, არ მოიტყუოთ, რომ უცბად-ნაუცბათები სიტუაცია რახან თქვათ არ წყვიტავს რაღაცას მალე, ესე იგი ეს ადამიანი არ ფიქრობს არაფერს და რაღაც კი, შეიძლება გქონდეთ ეგ განცდები და შეიძლება გქონდეთ ეგ მომენტები, რომ აი ვიღაცა ხო არ არის. ნახეთ, არ შეუქმნათ საკუთარ თავს შიშები, ეცადეთ რომ ადამიანს ენდოთ და მიენდოთ, ხო? ანუ ხა ენდოთ და ყველაფერზე თავი დაუხაროთ, ესეც არ არის, ხო? ენდე, მაგრამ გადაამოწმე, ხო? არის ესეთი გამონათქვამი. და ანუ უბრალოდ თქვათ ტელეფონზე არ გიპასუხოთ იმ წუთასვე, ხო? არ დაიწყოთ იმის ფიქრობა, უეჭველი სადღაც სხვაგან არის, ვიღაცასთან არის. ანუ აცადეთ ურთიერთობას იმისთვის, რომ რაღაცები სწორად გადალაგდეს და სწორად მოხდეს, ხო, თქვენი თანხმოყრა. აქ ქალბატონები თუ მამაკაცები, რა ვიცი, როგორც შეიძლება ითქვას, უფრო ქალბატონების მდგომარეობა ცოტა იცით როგორ არის, აი იმდენად უკვე ესე ვიტყოდი შეგვებული ხართ თუ შეჩვეული ხართ იმას, რომ ყველაფერს თქვენ აგვარებთ, ყველაფერს თქვენ აკეთებთ, თქვენი რესურსი მხელა არის და უკვე ისე ხართ ქალიც, კაციც, დიდიც, პატარაც, ხო, რაღაც მდგომარეობა, რომ თითქოს აი და თან რა მომენტეთი და აქ თითქოს ესე ვიტყოდი, რომ როცა თქვენზეა რაღაცა გადასაყწყვეტი, იმდენად იმპულსურად და სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებებს, რომ აი შეიძლება თქვათ, რომ აი სად ველოდო ეხა ამას, რომ რაღაცა როდის მიიღებს რაღაცა გადაწყვეტილებას, ხო? მაგრამ ამ ადამიანს ნამდვილად აშკარად დრო სჭირდება. კარგით, კონკრეტული რჩევა თქვენთვის. აი კიდევ ერთხელ გეტყვით ესეთ რაღაცას, რომ რჩევა თქვენთვის, დააცადეთ კაცს იყოს კაცი, ქალს იყოს ქალი, ანუ ეცდებით ყველაფერი მე ყველაფერზე მე ქალბატონებს განსაკუთრებით იმ მხრივ, რომ მით უმეტეს, როდესაც მითხოვლები არიან ყველა გადაწყვეტილებას მიიღონ თვითონ და ყველაფერი მოგვარონ თვითონ, აცადეთ ადამიანს, რომ რაღაცა მანაც გააკეთოს თქვენთვის და გადადიხართ პირდაპირ იერიშზე. რაც შეეხება მამაკაცები თუ ვინც უყურებენ, ვიცი რომ ძალიან საკმაოდ ბევრი მამაკაცი უყურებს ჩემ გაშლებს ხოლმე. მათ ვეტყვი, რომ ხანდახან ქალბატონსაც დააცადეთ, რომ მოგიაროთ ისრუნოს თქვენზე, ხო, თუ ცოტა ზედმეტი მოსდის და ანახეთ და აგრძნობინეთ ის, რომ თქვენ ხართ მამაკაცი და თქვენ უნდა წაიყვანოთ, ხო, რაღაც სიტუაცია, ესე რომ ვთქვათ, პასუხისმგებლობები აიღოთ, ხო, აჩვენეთ თქვენი თავით, ხო, თქვენი შესაძლებლობები, ესე ვიტყოდი. და ნუ ეცდებით, რომ რაღაცა კიდევ ერთხელ გავუნებით, ნუ ეცდებით, რომ რაღაცა დაფარული გქონდეთ, რაღაცა დამალული გქონდეთ, რაღაცა შეტევაზე გადახვიდეთ, აი რაღაც მოთხოვნები წაუყენოთ ერთმანეთს. მაქსიმალურად ეს ურთიერთობა არის იმდენად ახალი და იმდენად ესეთი ნელ-ნელა იწყებს ყვავილობას, რომ ბევრი წყალიც დამღუპველია და მთლად უწყლობაც დამღუპველი იქნება. ამიტომ მაქსიმალურად დაბალანსებულად უნდა შეძლოთ ურთიერთობის დაალაგება, ხო? რაღაცა მაქსიმალურად უნდა შეძლოთ ურთიერთობის მდგომარეობის რომ ვთქვათ, სიტუაციებიდან გამომდინარე მორგება თქვენი გონიერების, თქვენი რაღაცა გამოცდილებების, ესე ვიტყოდი, ხო? რაღაც მკვეთრი და ესეთი საგანგაშო ნაბიჯების გარეშე.
და სამყარო მოგცემთ ხო რაღაცა როგორც ასეთი, აი მოგცემთ რაღაც ნიშნებსაც, რომელიც ალბათ თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება თუ დააკვირდებით ამ ნიშნებს და ეს ნიშნები იქნება ის გზა, რომელიც რეალურად მიგიყვანთ სიმშვიდემდე და მიგიყვანთ რაღაცა ურთიერთგაგებამდე, ესე რომ ვთქვა. მე წარმატებულ ურთიერთობას გისურვებ თითოეულ თქვენთაგან, ბედნიერებას, სიხარულს და სამყაროს გამოეგზავნოს თქვენთვის ის ადამიანი, რომელიც გაგაბედნიერებთ. კიდევ ერთხელ წარმატებები.